აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებები მოისმინეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკითხების ერთობლივად მოგვარებაზე იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაზრდილი დაფინანსება კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს მოხმარდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ. ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ყისიერ რეაგირებას ვაძლევთ ამ პრობლემებს. ასევე ჩემი გადაწყვეტილებით აფხაზეთის მთავრობის აპარატში ხდება თვეში ერთხელ დევნილებთან შეხვედრა, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება, რომ რეგიონშიც გავმართო ჩვენს წარმომადგენლობებში ანალოგიური შეხვედრები და მინდა ეს კავშირი ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან იყოს უწყვეტი, ჩვენ ხელი გქონდეს პულსზე, რათა მაქსიმალურად ვიცოდეთ ის გამოწვევები, რაზეც უნდა მოახდინოთ რეაგირება. განსაკუთრებული შეხვედრა იყო იმპულსით, რომ პრობლემების აღწერასთან ერთად ჩვენ შევეცადეთ მათი პრობლემის მოგვარებას და ეს უკავშირი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ ჩვენი დევნილები კმაყოფილები არიან, ხელისუფლების დამოკიდებულებით, ჩართულობით წლების განმავლობაში ჩვენი მუშაობით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ უფრო მეც მოვახერხებთ ჩვენი დევნილების პრობლემის მოგვარებას. გავაცანით ჩვენი საერთო პრობლემა დევნილების, ვართ კმაყოფილი ყველაფრით, რაც დაპირებები ადრინდელი იყო შეგვისრულეს, არც ის კიდე იმედი გვაქვს, რომ შეგვისრულებენ ყველაფერს.